მორიგი ორთაბრძოლაა ჩვენს წინაშე. ეს გახლავთ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დებიუტანტი მოკრივე გორელი გიორგი რაზმაძე იბრძოლებს ქუთაისელი ლევან რობაქიძის წინააღმდეგ. რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მეც პირადად ძალიან მაინტერესებს მისი ორთაბრძოლა, რადგან არ არის შემთხვევით ცნობილი, ხოლო მისი მეტოქე ლევან რობაქიძე უკვე მეოთხე ბრძოლას მართავს პროფესიონალური კრივის რინგზე. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ორივე ეს მოკრივე ეცდება აუცილებლად გაიმარჯვოს, არაფერი დაუთმოს მეტოქეს. ნახოთ რა შემოგთავაზებენ უშუალოდ რინგზე. აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა. დიდი გამოცდილება არ აქვს არც ერთ მათგანს. თანაბარი ძალის მოკრივეებია. კარგი იყო მუცელში დარტყმა რობაქიძის. ჯებს იყენებს მარცხენას. წინახელით რაზმაძე მუშაობს. რობაქიძე კი ელოდება ახლო შევიდეს და ძლიერი დარტყმა მიაყენოს მეტოქეს. პირველ ნომრად ცდილობს რობაქიძე იმუშაოს, ხოლო რაზმაძე მეორე ნომრად საკმაოდ კარგად წინახელით ცდილობს მოიგერიოს რობაქიძის იერიში. დასრულდა პირველი რაუნდი, რა ვთქვა, რომ რაიმე განსაკუთრებული ძლიერი დარტყმა მიიღო რომელიმე მოკრივემ, ასე არ იქნება. ნახოთ კიდევ უფრო მეცველით უკვე მეორე რაუნდიდან. მინდა აღნიშნო, რომ ქართული პროფესიონალური კრივის გეოგრაფია არის ძალიან ფართო, მთელ საქართველოს მოიცავს. კრივის კლუბები არიან თითქმის ყველგან, ყველა რეგიონში და ისეთ პატარა ქალაქებშიც კი, როგორც არის მაგალითად წნორი, ჩვენ ნახეთ მანისიდან წინა შოუზე, ჩვენ ნახეთ დუშეთიდან, ნახავთ მოკრივეს დღესაც, თიანეთიდან და ასე შემდეგ. ძალიან სასიხარულოა, რომ რეგიონებშიც
განვითარებულია, პროფესიონალი მოკრევეები იზრდებიან, იბრძვიან და საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირი Boxing Group Promotion-თან ერთად თითოეულ მათგანს აძლევს შანსს, რომ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიმკვიდრონ თავი ჯერ ქართულ რინგზე, შემდეგ უკვე იბრძოლონ ევროპაშიც. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით სულ რაღაც წინა შოუზე ნახეთ გივი თოდუას ორთაბრძოლა მსოფლიო საჩემპიონო კამარზე, რომელიც გივი თოდუას გამარჯვებით დასრულდა. წამოვიდა ძალიან კარგი თაობა ახალგაზრდა მოკრევეების. ხედავთ ქალთა კრივის განვითარებას. ერთ-ერთი ლიდერი დღევანდელი ქართული კრივის არის სწორედ თეონა ფიროსმანაშვილი, რომელიც ჩემი თანაკომენტატორია დღევანდელ ორთაბრძოლაში. ძალიან კარგი მოკრევე მოდის დაუმარცხებლად აგრძელებს კარიერას გიორგი გიგნიაშვილი და მათ გარდა კიდევ ხედავთ, რომ ყველა შოუზე თითქმის არ არსებობს შოუ, რომ არ წარმოჩინდეს ხოლმე ისეთი მოკრევე, რომელიცაც შეუძლია და აქვს პოტენციალი, რომ თავი დაიმკვიდროს საქართველოშიც და უკვე მსოფლიო არენაზეც. ძალიან სასიხარულოა გულშემატკივრის მხარდაჭერაც, საკმაოდ ბევრი კომაგი მოდის უკვე ქართულ შოუებზე, აქტუალურია ქართული კრივი. დღეს მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოს კამარი თამაშდება, არც მსოფლიო კამარი და უცხოელ მეტოქეებთანაც არ არის ბრძოლები, მაინც ძალიან ბევრი გულშემატკივარია მოსული და ეს მისი სალმებელია, სასიხარულოა. ვითარდებიან თავად მოკრევეებიც გულშემატკივრებთან ურთიერთობის კუთხითაც და მე ვფიქრობ ქართულ კრივს, საქართველოს პროფესიონალურ კრივის კავშირს, Boxing Group Promotions სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. რაც შეეხება უშუალოდ ორთაბრძოლას, საკმაოდ აქტიურად აგრძელებენ მეტოქეები ერთმანეთის დამუშავებას, ცვლიან დარტყმებს. Just a man and his will to survive. So many დაძაბული საკმაოდ თანაბარი კარგი რაუნდი იყო. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ყველა ბრძოლა ფაქტიურად დაძაბულია და თანაბარი წყვილებია. ერთი რომელიმე მოკრევას მეორეზე დიდი უპირატესობა არ მოუპოვებია არც ერთ ბრძოლაში. ანალოგიურად მიმდინარეობს აი ეს ორთაბრძოლაც. It's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival, and the last known survivor starts his prey in the night, and he's watching us all with the eye of a tiger. განახლდა ორთაბრძოლა და ეხლა არის ის რაუნდი, როცა უნდა ეცადონ მოკრევეები, რომ შეიტანონ გარდატეხა საკუთარ მოქმედებებში, რათა გამარჯვებით დაასრულონ აი ეს ორთაბრძოლა. კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და უფრო ძლიერი დარტყმებია საჭირო, როგორც ერთი ისე მეორე მოკრევის მხრიდან. კარგი აპერკოტი იყო რაზმაძის შესრულებით. ძლიერი დარტყმა უნდა, რომ შეასრულოს რობაქიძემ. გვიძლში ეცადა დარტყმა სამ შემთხვევაში. სულ გვიძლში რამოდენიმე კარგი დარტყმა გაუტარა მეტოქეს რობაქიძემ. აი კიდევ გვიძლი.
ღვიძლში გატარებული დარტყმები შეიძლება იმ მომენტში არ ემჩნევა მოკრივეს. თუ ზუსტად არ დააჯდა და ზოგადად არ დანოკაუდა, თუმცა კორპუსში მუშაობა ძალიან ღლის და უკვე როცა რაუნდები ემატება, ეს თავის შედეგს იღებს ხოლმე. თითქოს დაიღალა რაზმაძე და თავის მხრივ კიდევ ერთი ღვიძლში დარტყმა შეასრულა რობაქიძე. ღვიძლი იყო. ღვიძლში უტარებს რობაქიძე და სულ ღვიძლზე ემუშავება საკმაოდ კარგად. ეხლა უკვე მარჯვენა მხარე ისე მუცელში, თუმცა კარგი ჯებით უპასუხა რაზმაძე. დასრულდა ეს ორთა ბრძოლაც. ეს რაუნდიც ამ ორთა ბრძოლის. ფიქრობ ამ რაუნდში უკვე რობაქიძის უპირატესობა გამოიკვეთა. რაზმაძე ახლა დაისვენებს, მიიღებს დავალებებს და მეოთხე რაუნდში შეეცდება გარდატეხის შეტანას ორთა ბრძოლაში. Behind my back, but silent screams will not attack. It's like verdicts clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment. Eye on this crown. Eye on this crown. გადამწყვეტი რაუნდია ნამდვილად და მაქსიმალურად უნდა მოინდომონ მოკრივეებმა. არ არის დანდობის ან ძალების დაზოგვის დრო, თუ რამე შეუძლიათ, სხვა შანსი აღარ იქნება. ვისაც შეერჩა მეტი გამძლეობა, მეტი ხასიათი, მეტი ძალა, ვინც მეტად ივარჯიშა და მოემზადა, ის მიაღწევს წარმატებას. კიდევ ღვიძლში, აი ეს მუცელში მუშაობს ძალიან კარგად რობაქიძე და აი ამით გამოაცალა ძალა ფაქტიურად თავის მეტოქეს. მუცელში აქტიური მუშაობთ. რაზმაძე წინა ხელით ცდილობს, თუმცა თითქოს ძალას ვეღარ აყოლებს ამ ყველაფერს და რობაქიძე სარგებლობს, შედის ახლო მუცელში. კიდევ ერთი დარტყმა მუცელში. აქტიურობს რობაქიძე, თვითონ იწყებს, სულ წინ მიდის. რაზმაძეს თითქოს აღარ დარჩა ენერგია გარდატეხის შესატანად.
აი რაუნდის ბოლოსაც გააქტიურდნენ და აი ესეთ ფიცხელ ბრძოლაში მთავრდება ეს დაპირისპირება. სულ წინ მიდის რობაქიძე და ასეთი აქტიურობით დასრულდა ეს ბრძოლა და ეს რაუნდი. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ბოლო რაუნდებში უკვე აშკარა იყო რობაქიძის უპირატესობა. სავარაუდოდ კარიერაში პირველ გამარჯვებას ჩაიწერს აქტივში. ქუთაისელი მოკრივე. კარგი გამოცდილება იყო რაზმაძისთვის ეს ყველაფერი. გაძლიერდება, მეც ვარჯიშებს და უკეთესი შედეგებით დაგვიბრუნდება დარწმუნებულობა. თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ როგორი დაღლილია რაზმაძე კუთხეში. აი ეს ქნა მუცელში მუშაობა რობაქიძის მოუხლელმა შეტევებმა და კორპუსში მუშაობა. მაშასე 4 რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ გაგაცნობთ მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 38-ით 38, 36-ით 40, 37-ით 39 გაიმარჯვა ლევან რობაქიძე. მაშასე